ამერიკასა და ვენესუელას შორის ესკალაციის ახალი ფაზა. რუსეთი ალტერნატიულ სავაჭრო გზებს ავითარებს. იუნესკომ 15 დეკემბერი თურქული ენების დღედ გამოაცხადა. ესპანეთის სამოქალაქო ომი ჩვენს ისტორიული მოვლენების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. ვენესუელის გარშემო მდგომარეობა იძაბება. ყოველდღე გვესმის ვენესუელასა და ამერიკას შორის კონფლიქტის ესკალაციის ამბები. ჯერ იყო და ვაშინგტონმა ვენესუელის გარშემო სამხედრო ძალები განალაგა. შემდეგ ნარკოტრაფიკის ალაგმვის მიზნით ამერიკულმა ავიაციამ ვენესუელის ნარკომაფიის გემები ააფეთქა. ახლა კი ამერიკის სამხედრო ძალებმა ვენესუელის სანაპიროსთან ნავთობის გადამზიდი სანქცირებული ტანკერი დააკავა. ვაშინგტონმა სანქცირებული ტანკერების ვენესუელაში შესვლაზე ბლოკადა გამოაცხადა. ტრამპის თქმით, ვენესუელის გარშემო საზღვაო ძალების რიცხვი გაიზრდება, თუ მადუროს რეჟიმი ვაშინგტონს ნავთობს, მიწას და სხვა სახის აქტივებს არ დაუბრუნებს. გაურკვეველია, რას გულისხმობს ტრამპი და რა სახის პრეტენზია აქვს მას ამ ქონებაზე. სანქციების გამო ენერგორესურსების ექსპორტისთვის ვენესუელა ხშირად იყენებს კონტრაბანდის მეთოდებს. ტანკერი, რომელიც ამერიკის სამხედრო ძალებმა დააკავეს, 2022 წლიდან ამერიკული სანქციების ქვეშაა, სავარაუდოდ ირანული ნავთობის კონტრაბანდის გამო. ირანისა და ვენესუელის თანამშრომლობა ამ სფეროში კარგადაა ცნობილი, რომლის ერთ-ერთი ასპექტი ირანული ნავთობის ვენესუელის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნებისთვის მიწოდებაა, რომელიც ვენესუელაში ირანის მონაწილეობით შენდება. ამერიკასთან კონფლიქტში ვენესუელას მხარს ჩინეთი და რუსეთი უჭერს, რომლებიც ჯერჯერობით ამერიკის მიმართ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებებითა და დემარშებით შემოიფარგლებიან. ჩინეთის ოფიციალური პირები მწვავედ აკრიტიკებენ ამერიკის აგრესიულ პოლიტიკას ვენესუელის მიმართ. პეკინმა ვაშინგტონი სუვერენული სახელმწიფოების მიმართ ქურდობასა და საერთაშორისო მეკობრეობაში დაადანაშაულა. ჩინეთის აზრით ამერიკა იქცევა არა როგორც დემოკრატიული ლიბერალური ქვეყანა, არამედ როგორც აგრესიული იმპერიალისტური სახელმწიფო. ჩინეთმა მწვავედ დაგმო ვენესუელის მიმართ ვაშინგტონის ბოლო ქმედებები და მადუროს რეჟიმს მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩინეთმა ასევე მხარი დაუჭირა კარაკასის მოთხოვნას მიმართოს გაეროს, რომ ამ ორგანიზაციამ ვაშინგტონზე ზეწოლა მოახდინოს. მადუროს მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთის პრეზიდენტმაც. პუტინი პირადად ესაუბრა მადუროს ტელეფონით და დაუდასტურა, რომ რუსეთი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების ყველა პუნქტს შეასრულებს. კონკრეტულად, რა იგულისხმა რუსეთის პრეზიდენტმა ძნელი სათქმელია. ჩინეთი და რუსეთი რომ მადუროს რეჟიმს მხარს უჭერს, გასაკვირი არაა. პირველ რიგში ამერიკული სანქციების მიუხედავად ჩინეთი ვენესუელის ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორია. ვენესუელა კი რუსეთის სამხედრო ტექნიკის მთავარი იმპორტიორი. რუსეთის დახმარებით ვენესუელა ნავთობის მოპოვების სექტორს ავითარებს. სანქციების გამო ვენესუელაში ეკონომიკური კრიზისია. ამიტომ მადუროს რეჟიმი ჩინეთისა და რუსეთის ინვესტიციებზე ძალიან არის დამოკიდებული. ეკონომიკური საკითხების გარდა ჩინეთი და რუსეთი გეოპოლიტიკურად არიან დაინტერესებულნი მადუროს რეჟიმის გაძლიერებაში, რადგან ვენესუელა კუბასთან და ნიკარაგუასთან ერთად ამერიკის კონტინენტზე ანტი-ვაშინგტონურ ფორპოსტებს წარმოადგენენ. ტრამპს კი ვენესუელის სახით ურჩი ძლიერი მოწინააღმდეგის წაქცევას სურს, რადგან ის ვაშინგტონს მონროს დოქტრინის ტრამპისეული ვარიანტის განხორციელებაში უშლის ხელს. რა თქმა უნდა, მონროს დოქტრინის წინააღმდეგი არიან ჩინეთი, რუსეთი და ლათინური ამერიკის არაერთი ქვეყანა. მაგალითად, ბრაზილია სურს დამოუკიდებელი ნეიტრალური იმიჯის მორგება. მონროს დოქტრინით კი ეს არ გამოვა. ვენესუელა ამერიკულ კონფლიქტში ბევრი კითხვა
პასუხგაუცემელია. თავარი მაინც ისაა, წავა ტრამპის სამხედრო კონფლიქტზე, თუ მხოლოდ ზეწოლის და ბლოკადის პოლიტიკას გააგრძელებს და თუ ორ ქვეყანას შორის ნამდვილი სამხედრო კონფლიქტი დაიწყება, რას მოიმოქმედებს რუსეთი და ჩინეთი მაშინ? უკრაინის ომმა და დასავლეთთან გაფუჭებულმა ურთიერთობამ რუსეთს მსოფლიო სავაჭრო გზები გადაუკეტა. ამიტომ ალტერნატიული გზების მოძიება და განვითარება დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი გზა ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფანია, რომელიც რუსეთის სანქტ-პეტერბურგის პორტს ინდოეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე მუმბაის პორტთან აკავშირებს. მისი სიგრძე დაახლოებით 7200 კილომეტრია. დერეფნის შექმნის შესახებ შეთანხმებას 2000 წელს მოაწერა ხელი რუსეთმა, ირანმა და ინდოეთმა. მოგვიანებით ინიციატივას აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და სხვა ქვეყნები შეუერთა, მაგრამ მიზეზთა გამო დერეფანი გამართულად ვერ მუშაობდა. სანქციების პირობებში ამ ხაზზე რუსეთმა ტვირთბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდა და ყველა ღონეს ხმარობს დერეფნის აქტიურად ასამუშავებლად. სანქციების დაწესებამდე 2021 წელს ჩრდილოეთ სამხრეთ დერეფნის ყველა სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით 14 მილიონი ტონა ტვირთი გადაიზიდა. 2024 წელს ეს რიცხვი თითქმის ორჯერ გაიზარდა. დერეფნის სრულად ამუშავებას სხვადასხვა ქვეყნის ძველი მოშლილი ინფრასტრუქტურა უშლის ხელს. მაგალითად, ირანის რკინიგზა ძალიან მოძველებულია. ქვეყნის ოფიციალური პირების თქმით, მისი მოდერნიზაციისთვის ირანს 17 მილიარდი დოლარი სჭირდება, რის საშუალებაც ქვეყანას არ აქვს. შესაბამისად, ირანის მთლიან სატრანსპორტო გადაზიდვებში რკინიგზა მხოლოდ 12% შეადგენს. ირანის მთავრობას რკინიგზის მოდერნიზებაში სხვადასხვაგვარი პროექტის განხორციელების გზით რუსეთი და ჩინეთი ეხმარება. ერთ-ერთი ასეთი პროექტია ხაბ-ჰერათის რკინიგზა, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთ ირანს დასავლეთ ავღანეთთან აკავშირებს. მისი სიგრძე 225 კილომეტრია. ირანის ავღანეთთან რკინიგზით დაკავშირების იდეა 1975 წელს წარმოიშვა, მაგრამ ორივე ქვეყანაში მძიმე ისტორიული მოვლენების გამო პროექტი ვერ განხორციელდა. 21 საუკუნეში ირანმა ისევ გაიხსენა ეს პროექტი და დაიწყო მისი ჯერ პოლიტიკურად, შემდეგ კი რეალურად განხორციელება. 2007 წელს ირანი თავისი ხარჯებით შეუდგა რკინიგზის გაყვანას, მაგრამ რეგიონში გეოპოლიტიკური დაძაბულობის გამო მწყობრში მხოლოდ წელს ჩადგა. მიმდინარე წლის ივნისში მატარებელმა პირველად გადაიყვანა მგზავრები და გადაზირდა ტვირთი. ეს დიდი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილია. ხაბ-ჰერათის გზას ირანისთვისაც და ავღანეთისთვისაც დიდი სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ის არა მარტო ამ ორ ქვეყანას აკავშირებს, არამედ ორი დიდი სატრანსპორტო კორიდორის ჩრდილო სამხრეთისა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მონაკვეთია. დაგეგმილია ცენტრალური აზიის სარკინიგზო სისტემასთან მისი შეერთება. ნოემბრის ბოლოს ამ გზით პირველად რუსეთმა ავღანეთს 5000 ტონა დიზელი მიაწოდა. რამდენიმე დღით ადრე ჰერათის პროვინციაში როზნაკის რკინიგზის სადგურზე ნავთობპროდუქტების შენახვა და დისტრიბუცია რომ გამარტივდეს, ნავთობის საცავის მშენებლობა დაიწყო. დაახლოებით იმავე დროს ხაბ-ჰერათის რკინიგზით ავღანეთში 1120 ტონა ირანული დიზელი საწვავი გაიგზავნა. ეს მოვლენები კრემლის, თალიბანისა და თეირანის მიერ კარგად დაგეგმილ PR კამპანიას წარმოადგენს, რითაც ეს სამი ქვეყანა დასავლეთს აჩვენებს, რომ დასავლური ბაზრების გარეშეც შეიძლება არსებობა. ამ საკითხის განხილვას ბოლო დროს ჩატარებულმა ორმა კონფერენციამ დიდი დრო დაუთმო. ერთი კასპიის ზღვისპირა სახელმწიფოების გუბერნატორების საერთაშორისო კონფერენცია იყო, რომელიც 18-19 ნოემბერს ირანში ჩატარდა. მეორე კი ასტრახანის მესამე საერთაშორისო ფორუმი, რომელიც
2025 წლის 26-28 ნოემბერს გაიმართა. ამ კონფერენციებზე თითქმის ყველა მონაწილემ აღნიშნა ჩრდილოეთ სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის მნიშვნელობა. ასევე ყველამ აღიარა, რომ ამ სატრანსპორტო დერეფნის გამართული მუშაობა მოძველებული ინფრასტრუქტურის და უსახსრობის გამო ყოფნდება. იუნესკოს 53 გენერალურ კონფერენციაზე, რომელიც სამარყანდში გაიმართა, 15 დეკემბერი თურქული ენების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. იუნესკოს განცხადებით, თარიღი სიმბოლური და მნიშვნელოვანია. 1893 წლის 15 დეკემბერს დანიელმა ლინგვისტმა და თურქოლოგმა ვილჰელმ ტომსენმა ორხონის წარწერები გაშიფრა, რომელიც მე-8 საუკუნეში ძველ თურქულ ენაზე შეიქმნა. ორხონის ხეობაში, დღევანდელი მონღოლეთის ტერიტორიაზე 1889 წელს აღმოჩენილი ეს წარწერები ფასდაუდებელ ინფორმაციას გვაწვდის იმ ენობრივი ტრადიციის შესახებ, რომელიც დღეს მრავალ ერს აკავშირებს. თურქული ენების მსოფლიო დღის გამოცხადებაში დიდი წვლილი მიუძღვის თურქეთის პრეზიდენტს. რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან პანთურქიზმის იდეებს აჟღერებს. სწორედ მისი მმართველობის დროს შეიქმნა თურქული სახელმწიფოების ორგანიზაცია, რომელიც თურქულენოვან ქვეყნებს აერთიანებს. ორგანიზაციის წევრებია თურქეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი. დამკვირვებლის სტატუსი აქვს თურქმენეთს, უნგრეთსა და ჩრდილოეთ კვიპროსს. ორგანიზაციის ეგიდით შეიქმნა თურქული აკადემია, რომელიც კოორდინაციას უწევს თურქული სამყაროს აკადემიურ კვლევებს, კერძოდ თურქული წარმოშობის ხალხების ენის, ლიტერატურის, კულტურისა და ისტორიის მეცნიერულ კვლევებს. აკადემიამ განახორციელა ერდოღანის სანატრელი ამბიციური პროექტი, ახალი 34-ასოიანი საერთო თურქული ანბანის შექმნის შესახებ. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის ერთ-ერთ სამიტზე გადაწყდა, რომ ამ ორგანიზაციაში შემავალი ყველა ქვეყანა ეტაპობრივად ამ ანბანზე გადავა. ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც აზერბაიჯანში ჩატარდა, თურქეთის პრეზიდენტმა დამსწრე ლიდერებს ამ ანბანი დაბეჭდილი ორ-ორი წიგნი გადასცა. ცნობილი ყირგიზი მწერლის ჩინგიზ აიტმატოვის ნაწარმოები და ოღუზნამების, ანუ თურქული ხალხური თქმულებებისა და გენეალოგიური ლეგენდების კრებული. თურქეთის პრეზიდენტის ამ ჟესტს ღრმა პოლიტიკური, კულტურული და ტექნოლოგიური მნიშვნელობა აქვს. ზოგადად, თურქულენოვანი ხალხების მიერ საერთო ანბანის გამოყენება ახალი თემა არ არის. სინამდვილეში ეს იდეა პირველად 1926 წელს ბაქოში გამართულ თურქოლოგიის პირველ კონგრესზე გახმოვანდა. მაშინ მეცნიერებმა და სახელმწიფო მოღვაწეებმა პირველად წამოაყენეს ლათინური ასოების გამოყენებით საერთო ანბანის იდეა, თუმცა ეს პროექტი საბჭოთა ეპოქაში შეჩერდა, როცა თურქული რესპუბლიკები იძულებული გახდნენ რუსული ანბანი მიეღოთ. 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლასთან ერთად ეს იდეა კვლავ გაცოცხლდა და დღეს თურქული აკადემიის ქოლგის ქვეშ ახალ იმპულსს იძენს. თურქული ანბანის ერთობლივი კომისია, რომელიც 2024 წლის სექტემბერში აზერბაიჯანში შეიკრიბა, 34-ასოიანი სტანდარტული სისტემის შექმნაზე შეთანხმდა, რომელიც ხელს შეუწყობს საზღვრის მიღმა წერა-კითხვის განვითარებას და ამავდროულად თურქულ ენებში არსებულ ფონეტიკურ მრავალფეროვნებას დაიცავს. საერთო ანბანი თურქულ ენებს კიდევ უფრო დააახლოებს. ზუსტად ამაზე გამოთქვა შეშფოთება რუსულმა პოლიტიკურმა ელიტამ, რომლის აზრით საერთო თურქულ ანბანზე გადასვლა მიზნად ისახავს არა მხოლოდ თურქულენოვანი ქვეყნების დაახლოებას, არამედ ცენტრალური აზიის ქვეყნების რუსეთისგან დაშორებას. ასევე რუსი ექსპერტები შეშფოთებულნი არიან თურქეთის ახალი ინიციატივით, რომლის მიხედვით ცენტრალურ აზიას უნდა დაუბრუნდეს ამ რეგიონის ძველი სახელი თურქესტანი. ამით მოხდება ხაზგასმა, რომ რეგიონი თურქეთისაა.
თურქეთის აკადემიამ ახალი ინიციატივა დაანონსა. თურქეთის სამხედროების ხელმძღვანელობით თურქული სამყაროს ერთიანი რუკის შექმნა. როგორც აკადემიის წევრებმა განაცხადეს, რუკა თურქული ერთიანობის, ისტორიული კავშირებისა და კულტურული ურთიერთქმედების გასაძლიერებელი სიმბოლო და ინსტრუმენტი გახდება. ესპანეთის 1936-39 წლების სამოქალაქო ომს, რომელმაც მილიონამდე ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ამ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ ქვეყანა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა. ოდესღაც დიდი იმპერია დაშლის პირას იყო. ესპანეთის მეფე ალფონსო მე-13-ს და მის მომხრეებს არ ესმოდათ, რომ ხალხი რეფორმებს თხოვლობდა. მაშინ ესპანეთში, ისევე როგორც მთელს ევროპაში, ეკონომიკური კრიზისის პარალელურად ფეხი მოიკიდა როგორც დემოკრატიულმა პოლიტიკურმა ძალებმა, ისე მემარცხენე და მემარჯვენე რადიკალებმა. ქვეყნის სტაბილურობა შეირყა. ურყევად მხოლოდ არმია იდგა, რომელსაც პოლიტიკისგან თავი შორს ეჭირა. მდგომარეობა ქვეყანაში წლიდან წლამდე უარესდებოდა. 1923 წელს გენერალმა მიგელ პრიმო დე რივერამ სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო. მან პარლამენტი და მთავრობა დაითხოვა და მეფის თანხმობით ესპანეთის მართვას ჩაუდგა სათავეში. იტალიელი ფაშისტების გამოცდილების მიხედვით გენერალმა ესპანეთის მოდერნიზაციის განხორციელება სცადა, მაგრამ მისი რეფორმები წარუმატებელი აღმოჩნდა. 1930 წელს მან ფარხმალი დაყარა და საფრანგეთში გაიქცა. ერთი წლის შემდეგ ესპანეთში მონარქიაც დაეცა. ქვეყანაში რიგ გარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მემარცხენე და ლიბერალურმა ძალებმა გაიმარჯვა. ახალმა პარლამენტმა ახალი კონსტიტუცია მიიღო. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მემარცხენე პოლიტიკოსი მანუელ ასანია გახდა. მემარცხენე ლიბერალები რეფორმების გატარებას შეუდგნენ. ზოგმა რეფორმამ საზოგადოების ერთი ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია. ეკლესიას მიწების მფლობელობა ჩამოერთვა. მემარცხენეებმა ესპანეთის თავადაზნაურობა შეავიწროვა. დამოუკიდებლობის მოთხოვნით თავი წამოწიეს ბასკმა და კატალუნიელმა სეპარატისტებმა. ქვეყანა მოზაიკას დაემსგავსა, სადაც 1000 გვარი პოლიტიკური ძალა გამაგრდა. ესპანეთის დიდ ქალაქებში მემარცხენე ლიბერალები თარეშობდნენ, პროვინციაში ულტრამემარჯვენეები და სასულიერო პირები, ბასკეთსა და კატალუნიაში სეპარატისტები. ყოველგვარი წარმოშობის რადიკალები დროდადრო ტერაქტებს აწყობდნენ. ესპანეთი ქაოსში ჩაეფლო. მდგომარეობის განსამუხტად ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები გამოცხადდა, რომელშიც ხმების მინიმალური რაოდენობით ისევ მემარცხენე ლიბერალებმა გაიმარჯვეს, მაგრამ არჩევნებმა კიდევ უფრო დაძაბა მდგომარეობა, რადგან ცხადი გახდა, რომ ქვეყანა ორ ნაწილად გაიყო. ერთი ნაწილი მემარცხენე ლიბერალებს, ანუ რესპუბლიკელებს, მეორე კი კონსერვატორებსა და ულტრამემარჯვენეებს უჭერდა მხარს. ქვეყანა დენთის კასრს დაემსგავსა და არავინ უწყოდა, როდის აფეთქდებოდა. 1936 წლის 12 ივლისს საკუთარი სახლის წინ რესპუბლიკელი ოფიცერი მოკლეს. მეორე დღეს მონარქისტი პარლამენტარი ხოსე კალვო სოტელო გამოასალმეს სიცოცხლეს. მკვლელობებმა რესპუბლიკელებსა და ულტრამემარჯვენეებს შორის ღია დაპირისპირება გამოიწვია. ულტრამემარჯვენეებმა, რომლებსაც ფაშისტებს ეძახდნენ, თავიანთ მომხრე გენერლებთან ერთად ამბოხების გეგმა შეიმუშავეს, რომელსაც გენერლები სანხურხო, მოლა და ფრანკო ლიდერობდნენ. 17 ივლისს ესპანეთის მაროკოში, სადაც გარნიზონის მეთაური ფრანკო იყო, ამბოხება დაიწყო. 18 ივლისს რადიოთი გადაიცა პაროლი ესპანეთის თავზე უღრუბლოცა, რაც ესპანეთში მყოფი რეაქციონერებისთვის ამბოხების დაწყების ნიშნად იქცა. ამბოხება ესპანეთში კანარისა და ბალეარის კუნძულებზე მყოფ ყველა გარნიზონს მოედო.
ამბოხებულთა მხარეს აღმოჩნდა შეიარაღებული ძალების 80%, მაგრამ ხალხის ძლიერმა წინააღმდეგობამ რეაქციული წრეების გეგმები ამბოხების პირველსავე დღეებში ჩაფუშა და მაინც ერთი კვირის შემდეგ ფაშისტები ესპანეთის ტერიტორიის 1/3-ს აკონტროლებდნენ. საზღვაო ნაწილების უმეტესობა კვლავ მთავრობისადმი ლოიალური იყო, რამაც ფრანკო იზოლაციაში მოაქცია. სახელმწიფო გადატრიალება ჩაიშალა, მაგრამ დაიწყო ესპანეთის სამოქალაქო ომი. მეამბოხეთა ბანაკში წამყვანი როლი ესპანეთის ფალანგას ეკავა, რაც ესპანეთის ფაშისტური პარტიის გასამხედროებული ნაწილი იყო. რესპუბლიკელთა შორის ლიდერობა ესპანეთის კომუნისტურმა პარტიამ ჩაიბარა. მეამბოხეებმა გადაწყვიტეს მათი ძალების ლიდერად ფრანკო გამოეცხადებინათ. 1926 წლის 1 ოქტომბერს გენერალი ფრანკო სახელმწიფოს მეთაურად, არმიის გენერალისიმუსად და კაუდილიოდ, ანუ ბელადად გამოცხადდა. მან ქალაქ ბურგოსში მთავრობა ჩამოაყალიბა და აჯანყებულთა ერთპიროვნული ლიდერი გახდა. რესპუბლიკელთა ლიდერად ისევ მანუელ ასანია, ახლა უკვე ქვეყნის პრეზიდენტი რჩებოდა. ესპანეთის სამოქალაქო ომი მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ესპანეთის რესპუბლიკის მხარეს მთელი პროგრესული კაცობრიობა იდგა. წინააღმდეგ კი რეაქციული და იმპერიალისტური ძალები. ფაშისტურმა გერმანიამ, იტალიამ და პორტუგალიამ დაუყოვნებლივ გაუწოდეს ხელი მეამბოხეებს. მაროკოდან ნახევარკუნძულზე გერმანული და იტალიური თვითმფრინავებით 14,000 მეამბოხე გადაისროლეს და დიდძალი საომარი მასალა გადაზიდეს. 1927 წელს ესპანელი ფაშისტების დასახმარებლად გერმანიის ნაცისტურმა ავიაციამ დაბომბა და მიწასთან გაასწორა ბასკეთის ქალაქი გერნიკა. რესპუბლიკურმა მთავრობამ კი მხარდაჭერა საბჭოთა კავშირისა და მექსიკისგან მიიღო, რომლებიც მათ სამხედრო ტექნიკითა და ცოცხალი ძალით ეხმარებოდა. საბჭოთა კავშირის მაშინდელი ოფიცრობა ესპანელ კომუნისტებს წვრთნიდა. შეიქმნა ინტერნაციონალური ბრიგადები. ესპანელი კომუნისტების დასახმარებლად მთელი მსოფლიოდან ჩამოდიოდნენ მემარცხენე ბრიგადები, რომელთა შორის მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი იბრძოდა, მაგალითად ამერიკელი მწერალი ერნსტ ჰემინგუეი, ინგლისელი მწერალი ჯორჯ ორუელი და სხვები. საფრანგეთმა, ინგლისმა და ამერიკამ კონფლიქტში ჩაურევლობის პოლიტიკა გამოაცხადეს. ესპანეთში საბრძოლო მოქმედებები 1929 წლის გაზაფხულამდე გაგრძელდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ პირველად სამოქალაქო ომში ორივე მხარე დიდი რაოდენობით ჯავშან ტექნიკასა და ავიაციას იყენებდა. ომის პირველ ეტაპზე ფაშისტები წარუმატებლად უტევდნენ მემარცხენეებს. მათთვის მთავარი ამოცანა მადრიდის აღება იყო, მაგრამ მემარცხენეთა თავგანწირული ბრძოლის წყალობით ფაშისტებმა, რომლებიც ესპანეთის ცენტრალურ რაიონებში იყვნენ გამაგრებულნი, დედაქალაქი ვერ აიღეს. მემარცხენები დანარჩენ ქვეყანას აკონტროლებდნენ. ომის მეორე ეტაპზე, რომელიც 1928 წელს დაიწყო, ფრანკოს ნიჭიერი სარდლობით ფაშისტებმა წარმატებული შეტევა განახორციელეს. ომის ბოლო ეტაპი 1938 წლის ბოლოდან დაიწყო, როცა ფრანკოს არმია ყველგან წარმატებულად მოქმედებდა. 1939 წლის თებერვალში კატალუნია დაეცა. იმავე წლის 27 თებერვალს ინგლისმა და საფრანგეთმა ფრანკოს მთავრობას სცნეს და რესპუბლიკურ ესპანეთთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ფაშისტების გზაზე მხოლოდ მადრიდი რჩებოდა ხელუხლებელი, მაგრამ 1939 წლის 28 მარტს სისხლის მღვრელი ბრძოლების შემდეგ მადრიდიც დაეცა. ამით დაეცა რესპუბლიკური ესპანეთი. ქვეყანაში ფრანკოს დიქტატურა დამყარდა, რომელმაც 1975 წლამდე იარსება. 1959 წელს სამოქალაქო ომის ნაიარევის მოსაშუშებლად ფრანკოს ინიციატივით სამოქალაქო ომში დაღუპულთა მემორიალი გაიხსნა სახელწოდებით დაცემულთა ველი ვალე დე ლოს კაიდოს. აქ ორივე მხარეს მებრძოლი
ათასობით ადამიანია დამარხული. სავარაუდოდ ამით ფრანკოსა და მის ხელისუფლებას ჩადენილის მონანიება სურდა, მაგრამ სამოქალაქო ომის ნაიარევი ესპანეთის საზოგადოებაში დღემდე მოუშუშებელია. ამჯერად სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის, მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.